სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს ჩვენ მიცვალებულთა მსახურება აღვასრულებთ. ეს მსახურებანი ყოველთვის ცოტა ნაღვლიანია ხოლმე, მაგრამ ამავე დროს დამერწმუნებით ვინც ესწრებით ხოლმე მიცვალებულთა მსახურებას, ეს მსახურება გარკვეულ განსაკუთრებულ შეიძლება ასე ითქვას სიხარულსაც შეიცავს და ყოველთვის გზნობთ მადლიანობას, როდესაც ჩვენ წასულებებზე ვზრუნავთ. გარდა ამისა, წირვა ყოველთვის სიხარულს უკავშირდება. შეუძლებელია იყოს ევქარისტიული, ანუ მადლიერების მსახურება და არ იყოს სიხარული. იქ სადაც არ არის სიხარული, იქ არც ღმერთი არ არის. იმიტომ რომ ღმერთი არის წყარო ყოველგვარი სიხარულისა, სიკეთისა, სიყვარულისა, ბედნიერებისა და რაც თავარია, მარადიული სიცოცხლისა და ამიტომაც მევედრებით უფალს ჩვენი მიცვალებულებისათვის. გარდა ამისა, საოცარია, როდესაც მსახურება აღესრულება ღამე, იმიტომ რომ ღამეს მსახურებას კიდე თავისი დამატებითი სიხარული აქვს, იმიტომ რომ შეძლების დაგვარად მინიმალურამდეა დაყვანილი ყველა ის გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენ გვიშლის ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებაში. ყველა ის ფაქტორი, რომელსაც ჩვენი არსებიდან გარეთ გავყავართ და ხელს გვიშლიან ჩავღმავდეთ საკუთარ თავში და ღმერთი კიდე საძიებელი საკუთარ თავშია, როგორც უფალი ბრძანებს სასუფეველი თქვენს გულებში ეძებეთ. დღევანდელ დღეს კიდევ ერთი სასიხარულოა ის, რომ თითქოს აღდგომის მსახურება არ. კაცმა რო თქვას, ყოველი წირვა აღდგომის მსახურება თავისთავად ცხადია თავისი არსით, იგი ჯვარცმის სიდიადესთან, არ ვიტყვი ტკივილთან, ჯვარცმის სიდიადესთან ერთად აღდგომის სიხარულისა ყოველი მსახურება და დღევანდელი დღე გავს გარეგნულათაც ამას, იმიტომ რომ თქვენც არ ახართ მაინდა-მაინც ცოტანი და საკურთხეველი კიდე ისეთი სავსეა, როგორც არასოდეს. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ მამას, რომელიც დღეს გულით და სულით ჩვენთან იყო. იმას დიდი ბედნიერება არაფერია, დამერწმუნებიან დღეს ჩვენთან ერთად თანამწირველი მამები, როდესაც მღვდლები ერთად მსახურობენ და მათი ამ ერთობის მიზანს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეში ერთობა წარმოადგენს. აბსოლუტური უანგაროა. წარმოიდგინეთ, ღამე ზოგი მცხეთიდან ჩამოვიდა, ზოგი მლეთიდან ჩამოვიდა, ვინსაიდან არ მოვიდა. რატომ მოვიდნენ? რისთვის მოვიდნენ? ან თქვენ მათი სულიერი შვილები? საერთოდ ადამიანი სამწუხაროდ ანგარების გარეშე არ არის. ადამიანი სამწუხაროდ დაცემული ბუნება ჩვენი ძალიან ყველაფერში ავლენს ანგარებას და აი ეხლა მე რო აქ ანგარება მოვძებნო, ვერ ვიპოვი, იმიტომ რომ ჩვენი ერთად თავშეყრა დღეს აბსოლუტური უანგარობის მატარებლად შეიძლება ჩავთვალოთ და მე ძალიან მახარებს, რომ აი ესე ქრისტეს სახელით შევიკრიბენით ქრისტეს მიერი ძმები, თქვენ ასევე ძმანი და დანი და ერთად ვეცადეთ, რომ უფალი გვედიდებინა და მოგვეხსენებინა ჩვენი ახლობლები, მათ შორის გარდაცვლილები და ასევე ცოცხლები. დღეს მიცვალებულთა მსახურებაა და ჩვენ განსაცვიფრებელი სიტყვები აღმოვიკითხეთ პავლე მოციქულისა. ეს სიტყვები არის აი პავლე მოციქული საერთოდ საოცარი ღვთისმეტყველია. პავლე მოციქული საოცრად განმარტავს, ალბათ არც ერთი მოციქული, არც ერთი ღვთისმეტყველი ისე არ განმარტავს სახარებას როგორც პავლე მოციქული. საერთოდ სამოციქულო ეს არის განმარტება სახარებისა და კიდევ ვიმეორებ პავლე მოციქული ეს არის პავლე მოციქული განსაცვიფრებლად განმარტავს, აი ალბათ ისე სიღრმისეულად, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის გასაგებად, ისე სიღრმისეულად არავის არ გადამოუცია ის სიდიადე, რასაც განკაცებული ღმერთის საიდუმლოება ქვია და ის საოცარი სიტყვები, რომელთაც იგი განმარტავს სახარებას, მართლაც გულში ჩამწვდომია, ამიტომ ვერ იქნები კარგი ქრისტიანი თუ პავლე მოციქული შენი მოძღვარი, შენი მასწავლებელი და შენი ძიერი მეგობარი არ იქნება და თუ შენ არ ცდილობ ყოველთვის მას დაეკითხო და მას მოусმინო და აი პავლე მოციქულის დღევანდელი სიტყვებია საოცარი, რომ ქრისტე ჩვენთვის
სიცოცხლეა, მე ზუსტი ციტირებას არ ვახდენ ძველ ქართულად, ცხოვრება, სწორედ სიცოცხლეს ნიშნავს. ქრისტე ჩვენთვის არის სიცოცხლე. და აქედან გამომდინარე სიკვდილის შესაძინება. და დღეს ჩვენ გარდაცვლილებს ვიხსენებდით, სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტკივილი და განსაცდელია ამ სამყაროში და როგორც ასევე პავლე მოციქულთან აქ მოვიკითხეთ დღეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, უკანასკნელი მტერი, საბოლოო მტერი სიკვდილი დამარცხდება და იგი დამარცხებულია თავისი არსით, როცა ადამიანი ქრისტეს შეიცნობს, როცა ადამიანი სულით აღდგება, სიკვდილი მასში დამარცხებულია უკვე და აღარ არსებობს. მისთვის არსებობს მხოლოდ გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, როგორც უფალი გვასწავლის და აი სიკვდილის დამარცხება, სამარცხების საფუძველთა საფუძველი რა არის? სიკვდილის თითოეული ჩვენთაგანისათვის, სიკვდილის დამარცხების საფუძველთა საფუძველი თითოეული ჩვენთაგანისათვის არის ის, რომ ქრისტე არის ჩვენი სიცოცხლე. და თუ ჩვენთვის ქრისტე არ იქნება სიცოცხლე, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სიცოცხლე, მაშინ სიკვდილის არ იქნება ძლეული თითოეული ჩვენთაგანისათვის. ხოლო ქრისტე რომ იყოს ჩვენთვის სიცოცხლე, როცა როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ერთი რამით ვიქადით, მხოლოდ იესო ქრისტეთ ისი ჯვარცმული და ჩემი უძლურებით ვიქადი, იმიტომ რომ ჩემს უძლურებაში ღმერთის საკუთარ საღვთო ძალმოსილებას ავლეს, ესე უთხრა უფალმა მას. და არაფერი დაიდო პავლე მოციქულმა გულსა შინათვისა, თუ არა იესო ქრისტე ისიცა ჯვარცმული, რომ იგი აღარ არის ცოცხალი, არამედ მასში ცოცხლობს და ცხოვრობს ქრისტე, რომ ქრისტეს ტკივილებს ატარებს. აი ეს არის ეს საოცარი მაგალითის მომცემი მოციქული თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომელიც მე იტყვის მობაძავ ჩემ და იქმნითო ვითარცა მე ქრისტესა. აი ეს არის სწორედ ქრისტე, რომ არის ჩვენი სიცოცხლე, ეს არის წყარო ჩვენი სიხარულისა და ბედნიერებისა და ეს რომ ესე იყოს, ამისათვის საჭიროა ჩვენი გარკვეული მდგომარეობა, რომ ეს ყველაფერი ეს სიდიადე მივიღო და აი დღეს ლუკა მახარებელთან დღევანდელ საკითხავში ეს საოცარი სიტყვები, რითაც უფალი თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობას იწყებს და ეს სიტყვები, რომელიც მან აღმოიკითხა ნაზარეთში სინაგოგაში შევიდა რა და მას მისცეს წიგნი, გადაშალა მან ისაია წინასწარმეტყველის წიგნი და იგი ამბობს იმ წიგნიდან ამბობს სიტყვებს, რომლის ნაწილსაც მე თქვენ ეხლა აღმოგიკითხავ, რომელიც ჩვენთვის ასევე სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გარკვეულად გვაძლევს ორიენტირს, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რა მდგომარეობა უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ ქრისტე ჩვენი სიცოცხლე გახდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ეკლესიის ისტორიიდან, ჩვენ ვიცით იმ პერიოდის მდგომარეობიდან, იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც იესო ქრისტეს დროს ცხოვრობდნენ და მის გარშემო იყვნენ. ჩვენ ვიცით ჩვენი ახლობლებიდან, ჩვენ ვიცით საკუთარი თავიდანაც, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ისე, რომ ქრისტეს ვერ ცნობდნენ, როგორ შეიძლება იცხოვრო ისე, რომ ქრისტე არ გენატრებოდეს, როგორ შეიძლება იცხოვრო ისე, რომ არ ხშიოდეს, არ წყუროდეს განკაცებული ღმერთი, როგორ შეიძლება იყო ეკლესიური აღსარებელი და მაზიარებელი და ძალიან ხშირად ქრისტე გავიწყდებოდეს, გეზარებოდეს მასთან ურთიერთობა. თვეები გადიოდეს და გბეზდებოდეს, მობეზრებული ქონდეს და ვინ წყარო ბედნიერებისა, ხომ გესმით, ეს არის დაავადებული ადამიანის სიმპტომები, რომელიც ჩვენ ძალიან ხშირად გვჭირს და საკუთარ თავში დაგვინახავს. და რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვცვლით საოცარ აი განსაცვიფრებელ ღმერთს, განკაცებულ ყოვლადწმინდა სამებას და განკაცებულ ჩვენს ძეგმერთს იესო ქრისტეს, როგორ ვცვლით და რაში შეიძლება გაცვლო. და ნებისმიერ რამეში როცა ვცვლით და ვცვლით, იმიტომ რომ გავიწყდება, ეს არის ჩვენი უმძიმესი მდგომარეობის მაჩვენებელი. და საერთოდ აი როგორია ჩვენი ღმერთი? უამრავი რელიგია არსებობს და ჩვენ ვიცით ძალიან ხშირად სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და სამწუხაროდ ხანდახან ქრისტიანები როგორ იქადიან, როგორ ვიქადით ჩვენი რელიგიურობით, ჩვენი სიმართლით რელიგიაში, სარწმუნოებაში, როგორ ხვდებით სასტიკნი, ფანატიკოსნი, სხვათა მოძულები, სხვების მიმართ მრისხანენი, შეუბრალებელნი, მომთხოვნი და სხვადასხვა მთელ რელიგიაში იმდენად მაღალ ხარისხს აღწევს ეს ამგვარი მძიმე მდგომარეობა, რომ სასიკვდილოთაც იმეტებენ ადამიანებს საკუთარი სარწმუნოებრივი სახელი. მაგრამ სინამდვილეში
ჭეშმარიტი მორწმუნე ესეთი ვერ იქნება. ამიტომ რომ ჩვენს გულში ჯვარცმულია. ხოლო ჯვარცმულმა განაჩენი ამგვარი გამოუტანა კაცობრიობას მამაო მიუტევეო, რამე თუ არ იციან რასაკეთებია. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანისადმი ჩვენი დამოკიდებულება უაღრესად ფაქიზი უნდა იყოს და არ შეიძლება თითი აწიო და სხვას ღმერთის სახელით დაემუქრო, რაც ძალიან ხშირად ჩვენ გაგვიკეთებია, ან ჩვენ გულში ამგვარი სიტყვა მოსულა, აი ნახე ღმერთი როგორ დააგიჯის, ესეთი რამე ქრისტეს არ უსწავლებია. ამიტომ ვეცადოთ რომ გავიაზროთ ვისი მოწაფენი ვარ. ვეცადოთ რომ გავითავისოთ ჩვენს გულში ვინ არის დამკვიდრებული და როგორი ღმერთი. და აი ის მდგომარეობა, რითაც ჩვენ შეგვეძლება ჩვენ აღსარებლებს და მაზიარებლებს, ჩვენ შეგვეძლება ქრისტე ვიცნოთ ჩვენს გულში. და თუ ქრისტე არ არის ჩვენს გულში და სხვა სულია, რომელიც ჩვენ რელიგიურ ცხოვრებას განაპირობებს, ისიც ვიცნოთ, რომ ქრისტე არ არის ის სხვა სული. უფალი ესეთ რამეს აღმოიკითხავს და შემდეგ ამბობს, რომ ეს სიტყვებია, რომელსაც აღმოიკითხავს, დღეს აღესრულა, ანუ ის თავის თავზე მიანიშნებს, რომ მე მოვედი და იწყება ამის აღსრულება. და რა სიტყვებია ეს? სული უფლისაი ჩემს ზედა, რომლისათვის ცხო მე მახარებელად გლახაკდა და იწყებს ჩემს ზედა სული უფლისა მე მცხო და რისთვის მახარებელად. ვის მახარებელად? ვისი მახარებელია ქრისტე? წერია გლახაკდა. და გვახსენდება ნეტარიტმან გლახაკნის სულით, რამე თუ მათი არის სოფაველიცადა. გლახაკი არის ადამიანი, რომელიც თავის თავში ადამიანის დაცემულობას ხედავს. ხშირად გვისაუბრია ამაზე. ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი ნაყოფი არის სიმდაბლე. და სიმდაბლე ვლინდება სწორედ სრულყოფილი სახით ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ადამიანის დაცემულობას, ანუ იმ მდგომარეობას, რომელიც შეიძინა ადამიანმა მას შემდეგ, რაც ღმერთი უარყო და ამით მან დაკარგა უნარი ღმერთთან ყოფობისა. ეს იცით რას ნიშნავს? ხშირად ვამბობთ ამას, ავიმეორებ, ადამიანი როგორი კეთილშობილიც არ უნდა იყოს. ადამიანის როგორი ძლიერი ნებისყოფაც არ და დისციპლინაც არ უნდა ქონდეს. ადამიანი როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ძალიან კარგი გახდეს. და ადამიანმა რასაფეხურებიც არ უნდა აიაროს ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, რასაფეხურებიც, რა რაოდენობის საფეხურებიც არ უნდა აიაროს, ადამიანი მაინც დარჩება ადამიანად, ანუ სიფტყეში, რომელსაც ქმნილება ქვია. ვერ გასცდება ამ სიფტყეს. და ვერ გახდება მსგავსი ღვთისა. ადამიანი უბრალოდ ბიოლოგიური არსება. ანუ უბრალოდ ქმნილება კი არ არის. ადამიანი არის ხატი ღვთისა, რომელიც მსგავსი უნდა გახდეს და ეს ნიშნავს ის იმ სიფტყიდან, რომელიც სიფტყეცაა ქმნილება, სადაც არის ადამიანიც, მატერიალური სამყაროს და თვით ანგელოზებიც, ყველაფერი ამ სიფტყეშია. ადამიანი უნდა ამაღლდეს ამ სიფტყედან, ადამიანი ამაღლდეს ამ სიფტყედან ყოვლადწმიდა სამების წიაღამდე, სადაც არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე მჯდომარე მარჯვენით ღვთისა და მამისა და მან თქვა, სადაც მე ვარ მეც იქ თქვენც მინდა რომ იქ იყო. აი ეს მდგომარეობა, ანუ ამ სიფტყიდან აღმასვლა და ღმერთად ყოფნა, ღმერთობა ღვთის მადლი. და ეს პროცესი რომ დაიწყოს, საჭიროა საწყისი წერტილი, როგორც ხშირად გეუბნებით და საწყისი წერტილის მოძიების გარეშე გზაზე ვერ დავდგებით და ეს საწყისი მდგომარეობა არის საკუთარ თავში ადამიანის დაცემულობის ხედვა და ეს არის სიგლახაკე სულისა. აი ესეთ ადამიანებს ეხარება ქრისტე. თუ ადამიანი საკუთარ თავში ადამიანის დაცემულობას, ანუ ღმერთთან ყოფნის აბსოლუტურ უნარობას ვერ გზნობს, ვერასოდეს ვერ გაიხარებს ქრისტეთი, იმიტომ რომ ქრისტე არის მხსნელი აი ამგვარი მდგომარეობის, რომელიც მოვიდა არა წოდებად მართალთ, არამედ ცოდვილთა სინანულად. ჩვენი პრობლემა, ჩვენი რელიგიურობის, სულიერი ცხოვრების პრობლემა, რომ ჩვენ ვერ ვლოცულობთ, რომ ჩვენ ვერ ვერევით ჩვენს მანკიერებებს, რომ ჩვენ
არა გვაქვს ის გულმხურვალება, უმთავრესი მიზეზი ამის სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არა გვაქვს, ჩვენ არა ვართ მოტივირებული სწორედ სულიერ ცხოვრებაში და ვერ ვგრძნობთ ჩვენთვის რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იესო ქრისტე, რომ ჭეშმარიტად მხოლოდ ის არის ჩვენი სიცოცხლე და სხვა არაფერი. იმიტომ რომ არა გვაქვს ეს სიგლახაკი სულისა, ანუ ვერ ვხედავთ ადამიანის დაცემულობას. მეორე, მომავლინა მე განკურნებად და ვისთვის, როგორი ადამიანების განკურნებად აგრძელებს, განკურნებად შემოსულთა გულით. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ქრისტე არის მკურნალი, ანუ ჩვენი ადამიანური ბუნების განმამთლიანებელი. ზოგს კურნება გონია მაინდა-მაინც ფიზიკური პრობლემების მოგვარება და არა. ქრისტიანული კურნება ნიშნავს ადამიანური ბუნების გამთლიანებას, რომელიც დაშლილია, გულს ერთი უნდა, გონებას მეორე უნდა, ხორცს სხვა რამე უნდა, ჩვენი ნებელობა აბსოლუტურად დაუმორჩილებელია და ჩვენი დაცემული ბუნების სახურია. გესმით? აი ეს არის დაავადებული ადამიანის სინდრომი, რომ ჩვენი ვნებები რო ბატონობს ჩვენში, აი ამის განკურნება ნიშნავს ყოველივე ამის გამთლიანებას, ჩვენ პიროვნებას რო დაემორჩილება ჩვენი ბუნება და პიროვნება კიდე აერჩევს ღვთის ნებას, ანუ ღვთის ნებისადმი მორჩილება სრული თლიანი ადამიანისა. განკურნება ნიშნავს ამას, მაგრამ განიკურნება ის, ვისაც მანამდე აქ შემოსული გული შემოსული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს. არანაირი მსხვერპლი არ ჭირდება ღმერთს და ყველანაირი მსხვერპლი თვით უსისხლო მსხვერპლიც კი რომელიც დღეს შეიწირა და ჩვენ ვეზიარებთ, ესეც ამაო იქნება, თუ არ იქნება გული შემოსული და დამდაბლებული. აი ასეთი ადამიანი განიკურნება მხოლოდ და შემდეგ ქადაგებად, ვის უკადაგებს ქრისტე 2000 წელია. ქადაგებად, ტყვეთა განტავებისა და ბრმათა ახილვად. რისთვის ქადაგებს? ტყვეობისაგან განთავისუფლებისათვის. თუ ვერ გზნობ, ტყვე ხარ, როცა ეუნებოდა უფალი ფარისევლებს მონები ხართ, ჩვენ როგორ ვართ მონები? ვერ გზნობდნენ მონობას და ტყვეობას საკუთარი თავის უფალი განომარტავს ცოდვის მონები ხართ. თუ ჩვენ ვერ ვიგზნით, რომ ჩვენ ვართ მონები ცოდვისა, ჩვენი დაცემული ბუნებისა, ჩვენი ვნებებისა, ამასოფლის სულისა, ჩვენს გულში თუ ვერ დავინახეთ ის სიმაგრე, სადაც ბოროტება ბუდობს, საიდანაც გამოდიან ის უბედურებადი და სამყაროში არსებობს, თუ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ ჩვენ ვერ მივხვდებით, რას გველაპარაკება უფალი, რას გვიქადაგებს უფალი, ვერ მივხვდებით ისე, როგორც ფარისევლები ვერ მივხვდნენ. და ბრმათა ახილვად, ხოლო თუ მივხვდებით და თუ ჩვენ ქრისტეს ქადაგებას გავიგებთ, მაშინ ჩვენი სულიერი თვალის ახილვა დაიწყება. ბრმათა ახილვა გულისხმება ამ შემთხვევაში არა ხორციელი ხედულობის გაუმჯობესება, გამოსწორება, არამედ სულიერი სიბრმავისაგან განკურნება, როცა ჩვენი სულის თვალი, ანუ გონება ღმერთს ვერ ხედავს. ჩვენ გვწამს ბრმად, აი როგორც უსინათლო მიცის, რომ არსებობს სინათლე მზე და ეს სამყარო თავის ფორმებით და ფერებით, მაგრამ ვერ ხედავს. ჩვენს ასე ვართ, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არის, ეს რწმენა ღმერთმა მოგცა, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ სულის თვალი, ანუ გონება, რომელიც ადამიანის არსის არს წარმოადგენს, არის დაზიანებული და მისი ახილვა მოხდება. ახილვა მოხდება იმ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, როცა ქრისტეს ქადაგებას გავიგებთ, გავითავისებთ და შემდეგ შესაბამისად ვიცხოვრებთ, იმიტომ რომ ქრისტეს ქადაგება არის ჩვენი დამბოძვრელი მასწავლებელი, თუ როგორ ვიაროთ სულის ცხონების გზაზე. აი ეს არის ჩვენი საკეთებელი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ აი იმ სიტყვების გაგებას, რომ ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა და რადგან ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა, ამიტომ სიკვდილი არის შესაძინებელი, ანუ ჩვენ სიკვდილის არათუ არ უნდა გვეშინოდეს, არამედ სიკვდილს ვესწრაფოდეთ როგორც გარდაცვალებას მარადიული სიცოცხლეში შესვლისათვის და სიკვდილის გარეგანი ფორმა, რომელიც შეიძლება ჩვენ აქვე დავიტიროთ, ეს არის ჩვენი ვნებების მოკვდინება, ეს არის ქრისტეს სიყვარულის გამო, სიხარული თუ არის თქმა ამ ქვეყნიურ სიამოვნებაზე, რომლის გარეგულ ფორმაში ყველაზე მკვეთრი გამოვლინება არის მონოზნობა და დღეს ჩვენი საკურთხევლის სავსეა მონოზნები, ეგება ჩვენს რამე გვეშველოს მამა ანდრია, ხო და ეს ჩვენ მამა ანდრიას მიმართე, ხო, მაგრამ მეორე მხრივ ეს მდგომარეობა ერის ადამიანსაც უნდა ახასიათებდეს, რომ მან იგი მოკვდეს ამ სოფლისათვის, ანუ
ერის ადამიანს როგორ ადამიანი იკითხავს ყავს მეუღლეები ეს ამ სოფელში უამრავი რამე გვაქვს აქ პავლე მოციქულის სიტყვები გვახსენდება ამ სოფელში რაც გვაქვს ისე გქონდეს რომ თითქოს არა გვაქვს ანუ მათ ჩვენს გულებში ადგილი არ გქონდათ ჩვენს გულში იყოს მხოლოდ ჯვარცმული მაგრამ მკვეთრით ამდგარი ამაღლებული იესო ქრისტე ჩვენი სიცოცხლე და რადგან იგი ჩვენი სიცოცხლეა სიკვდილი შესაძინებელია და ჩვენი გარდაცვლილებისათვის რომლებიც დღეს მოვიხსენეთ და რომლებიც ვერ მოვიხსენეთ ყოველი მათგანისათვის შესაძინელი ყოფილიყოს მათი სიკვდილი და გარდაცვალება ანუ ყოფილიყვნენ იქ იმ სიხარულსა და ბედნიერებაში რომელიც აქ ყოფ ადამიანს არც თვალით უხილავს არც ხორციელი ყურით გაუგონია და არც გულს შეხებია მაგრამ იგი განუმზადა სიდიადე ღმერთმა თავის მოყვარეებს ქრისტე მაცხონოს ჩვენი მიცვალებული და ჩვენ შეგვეწიოს ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისაწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ როგორ მიხარია თქო წარმოიდგინე ხوار გაგვეგზელებინა კიდევ სახურები ამდენი ღვთელი გინახავთ არ გინახავთ აი ეს არ გინახავთ